იარბაზი, იარაღის ბაზარი. გამარჯობათ მეგობრებო, არხის გამოწერებო, კარგო ხალხო. აი ესეთი იარაღი ჩამივარდა ხელში, უფრო სწორედ მე ჩაუვარდი ამ ერას ხელში, შემთხვევით მოხვდი და მე პატრონეს ჰქონდა ეს იარაღი მოტანილი. ეს არის ამერიკული იარაღი, აი ეს წერია რომ ისეთი ქართულად ნაგლი არ ვიცი რაც ის მაგრამ აქ უწერეთ რომ დამზადებული არიზონაშიო. ის კი არა შტატებშიო, არიზონა შტატშია დამზადებული, აგერა წერია რაც, ნახეთ. იარაღი არის საკმაოდ მძიმე. ჰეკლერკოს მოგაგონებთ, იმიტომ რომ ნახეთ, აი აქ ცველი სადაც აქ. ჰეკლერკოს აქ ესეთი რაღაცეები, რომ აჩვენებს რომ თეთრად და წითლად სროლა. ჩაკეტვა და აი აქაც ეგეთი რაღაცა აქვს. იარაღი არის ყოვლად უცნაური როგორ რა, ნუ ეს იარაღი ღირს სადაც 5000-მდე არ 15-ის ბაზაზე აწყობილი, მაგრამ ეს არის ძვირიანი იარაღი. ვიღაცას უთხარო თქვა 8000 ლარიღის, ხო, ცოტა გაუმართლებლად შეიძლება მოეჩვენოს, მაგრამ აგერ მე პატრონი აქ არის, არ მინდა იმის მაგეთ ვილაპარაკო, იმიტომ რომ მართლა ხელში არ ჩამორნი ესეთი იარაღი და მოდი მე პატრონეს გადავწოთ სიტყვა და მომდენთ პატივცემულო და ვილაპარაკოთ ეხლა რატო ღირს ეს რა დღიდა სადღაც ღირდა აღარ მახსოვს ზუსტად ფასი სადღაც 8 და 3 თუ 8 და 5 მაქვს მიახლოებით რამდენი ხნისი 22-ში მაშინ ეხლა 9 ეღირება და რატო ღირს მოდი ვილაპარაკოთ სადღაც 8 ღირს მაქსიმუმ რა ცოტა გაიაფთა შედარებით რა მაშინ ბუმი იყო ასე თქვა უკრაინის ომი რო დაიწყო ზუსტად ის პერიოდი იყო და ხალხი იარაღზე ის ხალხი იარაღზე რეგები იდგა ხოლმე პრაქტიკულად მაღაზიაში ასე რა იყო ხოლმე ესეთი ვარიანტი მოკლედ სხვა არ 15-ისგან იცი გონსხავდება აი ცი რა არის აქ საკამათო თემა არის ესეთ ვარიანტში ნახე პირველი ჩემი მოთხოვნა ის იყო რომ ეს არ უნდა ყოფილიყო ეგრეთ წოდებულ გაზ სისტემაზე ანუ როდესაც მილაკით მიეწოდება აირის სისტემა და შემოდის აქ ბოლტ კარიერში და შესაძლოა გადატენა არა ბოლავს ერთი ნუ კაი დავარქოთ ბოლავს არა ბოლავს ხო ჭვარტყავს იმიტომ რომ გაზი აქედან უნდა ჭხირი არ ტყავს ხო მილაკით გადმოდის წნევა და გადმოდის ეს ფიზიკურად აქვე აკეთებს პატარა სვლა აქ პისტონის და იქვე აკეთებს ეს ხირი რო გამოდის, აქედან გაზი გამოდის ამერიკა. რა თქმა უნდა, აქ გამოდის გაზი. წინა მხარეს. ანუ ნახეთ რა რაღაცა მინდა გითხრათ. ესეთი სისტემა პირველ ჩამივარდა ხელში, ნახეთ. R15 სისტემები რაც არის, აქ მილაკი აყენია, აი აქ რაც არის, თუ ხედავთ არ ვიცი, ჭხირია და გაზი მოდის პირდაპირ აი აქ და არ ტყავს. არა, გაზი აქ არ ტყავს, აი ეს არის. არა, სხვაზე ვიცახი. ჩვეულებრივზე კლასიკურზე კი. კლასიკურზე ვიცახი რა, გაზის მილი მოდის, გაზი არ ტყავს ამას, თვითონ აი აქ რაც არის. კარიერში შედის. ხო და მე გადატენა ხდება. მე რაც R15 სისტემა ნახე, ყველა სისტემა ეგეთი ხო. ეხლა ნახეთ. ეს არის ძალიან უცნაური რაღაცა, პირველად ნახე. აი აქ არის გაზის კამერა, ლულარი ჩაჭრილი, გაზი საიდანაც ამოდის და მე აყენია ჭხირი. აი როგორც კალაშნიკოვში რა. კალაშნიკოვს ეგეთ სისტემა აქ დაფარული არის, გაზი ამოდის და მე დგუშს არ ტყავს. აი ეგეთი დგუში აყენია აი აქედან და წარმოიდგინეთ R15 ისროლოთ დგუშიდან აბსოლუტურად გაზი დგუშს აქვე არ ტყავს და ხდება გადატენა თვითონ აი აქ. ანუ ეს დამწვავი გაზის უკუცემაზე კი არის, მაგრამ იქამდე არ მოდის. თან კალაშნიკოვთან განსხვავებით კაი რა არის. კალაშნიკოვს აქ მილი, აი აქ დაყენებული, არ ვიცი, ძალაუნი რომ დავიწყე მაგის შედარება, ხა არ მინდოდა, მაგრამ რაღაცა პარალელები არის. ხო, მაგრამ მილში დევს დგუში და მილს, ანუ დგუშს რო არ ტყავს. იმ მილში გაზის დამწვავი მაინც მოყვება და აი აქ ყველაფერს აშავებს, ანუ რა დამწვავებს აგროვებს. ამას ეგეთი რამე რა ღია აქ, პირდაპირ არ ტყავს აქედან, გაზი ამოვიდა, აი ჭხირს დაარტყა, ჭხირმა მიარტყა თვითონ საკეთს და გადატენა. კი ბატონო.
მოდი ახლა ვთქვათ, რატო სამხედროებს ეგეთი რამე არ აქვს? იმიტომ რომ ესეთი სისტემი ღირს ძვირი. ანუ რაც უფრო ბევრი იდეაში 416 რო აიღო ჰეკლერკოფის პრაქტიკულად ესეთი სამხედრო ისიც ხო. ამ სისტემაზე არის ის საგენ კალაშნიკოვთან რო აიღოთ, კალაშნიკოვის აი მსვლას რაც აღწერე, მაგას ეძახიან გრძელ სვლას, long stroke ქვია. ამას ქვია short stroke, იმიტომ რომ აქვე აკეთებს გასვლას და ეს მთლიანი მექანიზმი არ დაყვება, რომ შესაბამისად წონას და იმ რაღაც დარტყმას და ინერციას არ გაძლევს, რა, რომ შესაბამისად ძირითადი კარიერის ფორმა ბოლტ კარიერის რაც აქვს იგივე ექცენორს. ძალიან მაგარი. ეს მომწონს ძალიან, აი ეგეთი სისტემა რო ეხლა ეს მოდი მე პატრონე ჩართოთ ეხლა საკითხში. აი ეს ნახრეტები რატო აქვს და პიკატინის თამასა ბოლომდე რატო არ აქვს ზემო. ეს სპეციალურად არის გაკეთებული იმისათვის, რომ სიტყვაზე თუ გინდა მაღალი ჯერადობის ოპტიკის დაყენება, როგორც წესი ხა მაგალითად ამ მომენტში ამაზე აყენია low power magnification, ეგრეთ წოდებული LPV ოპტიკა, მაგრამ ძლიერი გადიდების თუ როგორც წესი აქ ლინზა შედარებით დიდი არის და ეს ლინზა რო არ შეეხოს უბრალოდ. ხელსუში მე მაგ იარაღზე ზუსტად ეგ პრობლემა და ის მოხსნისთვის არის მოხსნილი და თუ დამატებით გინდა ცალკე იყიდა და დაამაგრე კი ბატონო ძალიან რეალსა იქნება, თუმცა ოპტიკის წინ რა ვიცი ხა სამხედრო თუ არა ხარ ის ლაზერის მიმართული და რაღაც არ გჭირდება. გვიანი ხალხის მოფიქრებული რაღაცა ეგა. აი აქ წინ ლულის მუხრუჭი უყენია. კი. ახლიდან. ახლა რა? ბავშვი გამოჩნდა კადრში და იმედა. აი აქ წინ ლულის მუხრუჭი უყენია, ლულის მუხრუჭი სადაც უყენია ყურში უთყავს მაგრა რა. კი, იმიტომ რომ პრეშერი წნევა ესე ვთქვათ 5.56 კალიბრი. ამას ვეყნოს ჩაოლებრი კლასიკური ჩიტის ბუდე, რასაც ეძახიან წინ. აქ ეგეთი ხო ეგეთი რამე არ მოხდებოდა, მაგრამ თუ ესეთი რამე იყიდეთ, მოველოდეთ და ყურში დაგარტყავთ, სერიოზული დარტყმა იქნება ყურში. ერთხელ დამიწყებია ყურსასმენების ჩამოწევა და პირდაპირ. აი ახლა გვერდზე რომ გეჭექი და გაისოლე, ვახ და ყურის გამითიშა რამის. ეხლა მოდი ახლა ჩემი თვალსაზრისით თქვი რა არის ჩემთვის კაი. აქედან არის შეგიძლია დააყენო ცოლზე და მოხსნა, ჭიდი ამოიღო და მეორე მხარესაც არის იგივე სიტუაცია. ეხლა დანარჩენი პატრონს მე პატრონებს გადავცეთ. კაი, ეხლა მაგალითად რატო იყო მანდა მაინც ეს არჩევანი? როგორც დასაწყისში თქვი, ერთი პატარა რაღაც ნიუანსი არის სადაო. იმიტომ რომ ხაი როგორც თავიდან ლაპარაკობთ, ხო, გაზ მილაგზე როდესაც არის აწყობილი, ამ შემთხვევაში ბოლტ კარიერში როდესაც შემოდის წნევა, ის ითვლება იდეალურ პირობად, იმიტომ რომ ერთ ღერძზე არის სინამდვილეში ყველაფერი გაკეთებული, ბოლტიც იგივე ერთ ღერძზე იხსნება და ბოლტს არ აქვს ეს წარტყმის და გადახრის მომენტი, რაც არც იმპულსს არ გადმოგცემს და იდეალურად ერთგვაროვნად დაიწყო. აქ ნუ რა თქმა უნდა იმის გამო რომ მაინც გამოყენებულია პირობითად რა თქმა უნდა შორს არის, მაგრამ პირობითად კალაშნიკოვის ნაირი სისტემა მარტო გასაგებია. ის არის დგუშის ის არის სისტემა და ეს დგუში რა თქმა უნდა თლიანად არ დაძე, წვრილი ღერძი არის უბრალოდ, რომელიც აი იმპულსი იღებს და შემდეგ ეს ურტყავს კარიერს. იმას არტყავს და ბინავი გავხსნათ მე ვაჩვენოთ, ეს კარიერს მაინც ზემოდან აქვს ხო ეს ჩასარტყავი რა და ოდნავ პატარა გადახრის ვარიანტი იქნება, რის გამოც შეიძლება თლად ისეთი იდეალურად ზუსტი არ გამოვიდეს როგორც თქვა გაზის სისტემაზე, მაგრამ შესაბამისად გაქვთ აქ დაბინძურება დატოვებული გარეთ და არ შემოგდით სისტემა შიგნით. იმიტომ ეხლა ამდენი ვისვოლ და დაბოლი არ იყო. ხო, აი ხო დავშალეთ წენა. ხო, სულ ოდნავ რაღაც, ო, კი ბატონო. ესეთ ვარიანტი. ეხლა გარდა მაგისა, ნუ რა თქმა უნდა, შეიძლება კლასიკური ჩაოლებრი 1.15 იყიდო, ნუ მე ჩემეძლო მაგალითად მიყიდა, მაგრამ მე რატომ დავწყვიტე ეხლა მანდა მაინც ეს არა მარტო ამ გაზ სისტემის გამო, არამედ ამას აქვს დამატებული ბევრი დამატებით ისეთი ფუნქციონალი, რომელიც ჩაოლებრი 1.15 პლატფორმა რო ვიყიდო, შემდეგ დამატებითი თანხებიდან დავხარჯე იმისათვის, რომ ვიყიდო დამატებითი ის ფუნქციონალი, რომ მივიყვანო ამ დონემდე, რაც ამას თქვა ქარხნულად პირდაპირ მოყვება და თავს არ ვიტყიებ, ასე თქვა. თუნდაც იგივე ნახსენები კომპენსატორი, რომელსაც უმეტესობას ალმქრობი მოყვება. ამას უკვე კომპენსატორი მოყვება, ეს რა თქმა უნდა, ხტომის პოტენციალს გიმცირებს კატასტროფად. კი ბატონო, თუ მიაყარეთ რაღაცა, ეს მაგისა, ბევრს არ აქვს ხოლმე მაგალითად რეგულირებადი გაზბლოკი, ხო? ამას მაგალითად აი აქ ეს რეგულირებადი გაზბლოკი, რომელიც შეგიძლიათ 5 პოზიციაზე დააყენოთ. ეს რეგულირებადი გაზბლოკი არის აი ამ ჩხიზე რა გაზებიც მოქმედებს, რა სიჩქარით მიეწოდოს. ანუ მოდი ეგრეთ ვთქვათ, გლეხურად სიჩქარეები აქ რა რომ ნუ შეიძლება არა, ტყვიან ფქვილზე სიჩქარეები რა, აი სუფთა ეგ არის რა. აქედან გაზის მიწოდების რეგულირება შეგიძლიათ მოახდინოთ. ორი რეჟიმი არის. რა ძალიან მაგარია. ეგრეთ წოდებული მაყუჩისთვის, ან დაბალი წნევის და მაღალი წნევის ტყვიებისთვის და ორი რეჟიმი არის ჩაოლებრივი თქვათ დაბალი წნევის ტყვიების და მაღალი წნევის. მეხუთე პოზიციაზე თუ გადარჩათ, ამ შემთხვევაში გადატენვა აღარ ხდება და ყოველი გადატენის შემდეგ ხო, ერთჯერადზე ბოლტიანი გაქვთ, იდეალური პირობაა მაგალითად გაისროლოთ. არ ვიცი, აი ბევრი თუ დაკვირვებია ხოლმე, მაგალითად შემიძლია ესეთი ვარიანტი მოგიყვეთ, რომ ვაზნას როდესაც ისვრი და გასროლ მასრას რო აიღებ ხელში, ყოველთვის ცხელია, ხო? აბა რა. თავისთავად.
შეგვიძლია ახლა მაგალითად ამ თოფიდან გავისროლოთ მას რა გადაკეტილი გაზბლოკით, გადავწიოთ, გამოვიღოთ და მას რა იქნება გადასარევად ცივი გრილი. იმიტომ რომ ის ალი არ მოხდება სამაზე და შესაძლოა არანაირი პრობლემა არ აქვს. გარკვეული ეს მომენტიც არის ეს ძალიან იშვიათი ესეთი იარაღი, აი ხლა მე ჩემ პრაქტიკაში რაც იარაღი გადავიღე, ესეთი რამე არ ჩამოვარდნია ხელში რა. გარდა მაგისა, ახლა რო გავყვეთ ისეთ პატარა წვრილმა რაღაცებს, რაც ეში შეხედვით სადაც იმალებიან ხოლმე, ძირითადად არ ჩანს ხოლმე. შენ უკვე ახსენე დუბლირებული მართვა ხო? აქედან გინდა იქნება, საიდანაც გინდა მართე, პრობლემა არ აქვს. გარედან ვიზუალში რაც არის, ერთი აი ეს მაგალითად, რომ ორ მხრივი აქვს, ნებისმიერი ვარიანტი შეიძლება გადატანო, გინდა მარჯვნიდან, გინდა მარცხნიდან, მნიშვნელობა რა აქვს, ნუ თუ მოსახერხებელია შეგვიძლია ორივე. არა, მე სულ მივესალმები. გინდა აქედან გადავტანე, გინდა ორივე და მუშაობს სამივე რეჟიმში. ეს გადიდებული ვარიანტია, რომ იოლად მოკიდო ხელს და არა ის სამხედრო პატარა ვიწრო რაღაცა რომ ახონდე, რომ ოპტიკაში გიქენია ხოლმე ესე რაღაცნაირად და გადატანა. ამის ქვეშვა, ნიკაც უნდა გამოздო და რაღაცა კი ბატონო. ეგეც არის. გარდა მაგისა, ახლა გავყვეთ ჯერ გარეგნულ განსხვავებებს. ნუ რა თქმა უნდა, ეს quick detachable კონექტორები ხო მაგალითად ვიცით ახლა თქვა სამაგრის. ვერის დასამაგრებელი თუ გინდა, აი დააჭირე ხილაკს, ჩაიხსნა, ჩაჟდა, დამაგრდა. ეს ფასში შედიოდა იქ. ეს ფასში შედის თავის მოყვება, როგორც აქეთან მხრიდან, ასევე აქეთან მხრიდან და ბევრმა არ იცის ხოლმე და თავისით მოყვება ავტომატურად უკანა მხარეს, ანუ აქაც შეგიძლია. ეგ კონდახი მოყვა, ხო? კი, ეს კონდახი მოყვება. ეს არის MFT-ის კონდახი, ნუ ბევრი აძაგებს ხოლმე, არ მოსწონს რა, იმიტომ რომ ძალიან სკელეტონ ფორმისაა იდეაში რა. მაგრამ რა ვიცი, მე მაგალითად მომეწონა, მომიხდა, ასე ვთქვათ რა. ჩემ გემოვნებაზე, ასე ვთქვათ, აწყობილი არის. კიდე გარეგნულად რაც შეიძლება ითქვას, ბევრ აერისგან განსხვავებით, აი ეს ბაფერ ტუბზე რაც დადის გარედან, ხო? იდეაში ნუ აი შატკა ეგრეთ წოდებული ყანყალი მინიმალური აქვს, ხო, არ გაწუხებს. დამატებით ცალკე კიდე გაჩვენებთ და აგიხსნით, მაგალითად აი აფერი და ლოვერი რო აიღო, ხო, აი პრაქტიკულად არ მოძრაობს, გაყინულია, ესეც გაკეთებულია გარკვეული დამატებით ფუნქციონალის მეშვეობით. კარგი, ლულა მოყვება, ნუ თვითონ არეკლამებენ, რომ ეგრეთ წოდებული match grade ლულა არის. ახლა თავს ვერ დავდებს სნაიპერული იარაღია, თუმცა პირველად როდესაც ვიყიდე და მაშინ ერთ-ერთ მაღაზიას ჰქონდა 55 გრეინიანი ტყვიები, შედარებით იაფად რაც იყო, ვიყიდე რაღაც 200 წელი თუ 300 წელი გამოვარდი თვისროლი და რა ქვია, საინტერესო ის იყო, რომ 100 მეტრზე მივიღეთ 0.6 მოა შედეგით. ან კაი თქვათ მე მივიღე შემთხვევით გამივარდა რაღაცა ხო შეიძლება მოხდეს. მე მეგობარმა გაიმეორა იმასაც სადღაც 0.6 0.7 მიიღო. ნუ რაღაც ამ დაგვარში მოკლედ ერთ მოას არანაირად არ გავცილებია, ასე ვთქვათ. უბრალოდ ეს 200 თუ 300 ტყვია მომენტალურად გაქრა, გავარდით გახარებული მაღაზიაში საერთოდ ბოდიში აღარა გვაქვს ეგენი ტყვიები, მორჩა. აღარ იყო. თუმცა დანარჩენ ტყვიებზეც ჩვეულებრივ იმეორებს ხოლმე საკმაოდ კაი ჯგუფებს. ძირითადად ამას აქტივისტი 8-იანი, ეს არის იდეალური. არც 9 არის, არც 7 არის, შუაში არის. 77 გრეინიაზე, ხო, აი ზედ გამოხატული SMK-რაც არის. Sierra Matchking-ი პირდაპირ წერია, რომ 8-იანი თვისთვის არის შექმნილი. პრაქტიკულად ჩათვლილი ამისთვის არის გაკეთებული. იდეალურად ისვრის, იდეალურად არ ტყავს, ნუ რა ვიცი, ჯგუფები გადასარევი. ეგრე რა მინდა თქვა კიდე უყურე, ანუ არ ვიცი, ახლა შეიძლება ხან მივხვდეთ რომ სულ იმის აი ეს ფერმა წირაც უყენია. ყველა იარაღს აი ეს სადღაც გადახსნილი აქვს და ეს შეიძლება ამაში. სალსალკი არის. ზოგი ჩაჭრილია და რაღაც ეს ძალიან მომწონს. ეს არის მთლიანი, მოდის აქამდე რა და ბოლტით არის დამაგრებული, ანუ ზედა ნაწილზე რელსი ჩემოდის. ხო და ბევრი მინახია რომ სოლიდოს ეს რაღაცა ყანყალებს რა. არა, აქ ესეთი ეს ჩათვალეთ ახლა LMT არის ესეთი ფირმა, რომელსაც აქვს პატენტირებული, როდესაც მთლიანი არის ერთი ბლოკი გაკეთებული. ასეთ ვარიანტს ვერ გააკეთებდა ახლა პატენტის გამო, მაგრამ გააკეთეს გამოსავალი, რომ აქამდე იდეაში აი აქამდე ეს არის ამოჭრილი, მაგრამ ეს ზედა ნაწილი რელსი არის მერცხლის კუდზე დასმული და პრაქტიკულად აქამდე ბოლომდე შემოც ერთი მთლიანი გამოდის. ანუ ამის მახსნა თუ მინდა ეს უნდა მოუშვა აქედან გავავაწრო. ამ ორ ბოლცაც მოუშვა და გამოდის მთლიანი რელსი გადის მთლიანი. იბატონ, ეგ ძალიან მაგარია, იმიტომ რომ ეს რაღაცა მონოლითია და თითქმის კორპუსი ჩამჯდარია. ხანახან გამოფენებზე დავდივარ ხოლმე და წელს მქონდა შემთხვევა მაგალითად გერმანიაში, რომ ერთ-ერთი თურქული იარაღი ავიღე ხელში, რაღაცა გერი დავიჭირე და როგორც კი მოტრიალ და ხელი სადღაც წავიდა, კაცო უყურე რა ხდება და ეს არა წამოყვა. თორკე ტრიალებს თავისად ბედნიერად დარვიზ. თავის ცხოვრები და ცხოვრება. ხო, რაღაცა დამოუკიდებელ რესპუბლიკად არის გამოცხადებული და გარდა მაგისა, გადავედით ესეთ ვარიანტზე, რაც ახლა ვიზუალურად გარედან პირდაპირ არ ჩანს მაგალითად. ამას აქ უყენია ბოლტი, რომელიც ლულას ამაგრებს ლოვერში, ხო?
სპეციალურად აქ გადიდებული ზომის ლოვერი, ეს შეგიძლიათ ამ წარმოებული საიძეც ნახოთ, ან რა ვიცი, ბევრი ვიდეოებიც არის ხოლმე რაღაცა. სპეციალურად დიდი ზომის და გადიდებული იმისათვის, რომ ვენტილაცია და გაგრილება მეტი ქონდეს, რის ხარჯზეც სავაზნე გაცილებით უფრო გრილია ხოლმე ვიდრე ჩვეულებრივი R15-ზე და შესაბამისად პირობითად მე თუ გავისვრი თქვა 200 ვაზნას და ისე არ გამიცხელდება სავაზნე, სხვა შეიძლება ამ შემთხვევაში გავარვარებული სავაზნე ქონდეს. ხო, ის რაღაცა პატარა ნიუანსი არის, მაგრამ რაღაც არის, სოლიდო ძალიან ეგეთი მნიშვნელობა. თავისებური მნიშვნელობა აქვს. გარდა ამისა, თუ ხედავთ, აქ არ არის ეს სასხლეთი დამაგრებული პინებით, კლასიკურად არამედ არის ესეთი ვინტით დამაგრებული, რომელსაც აქ მეორე მხარესაც ესეთი სამაგრი. აი ვინტის მოხსნის შემთხვევაში იღებთ ეგრეთ წოდებული drop-in სასხლეთს, ანუ რომელიც გამზადებული არა ცალ-ცალკე აწყობილი სამხედრო ვარიანტში რო არის ხოლმე სასხლეთი ცალკე დამტვილი რაღაცა. აქ ერთ გამზადებული მექანიზმად არის, პირდაპირ თუ გინდა ის ამოიღე, მეორე ჩადე პირობითად აქ აყენია ხა ერთსაფეხურიანი ჭირდება ორსაფეხურიანი ცალკე ნაყიდი და გაიღე ჩააგდე ეს ვინტებიც გაუკეთე მორჩა გამზადებული გაკ აღარ გინდა წვალება ზამბარების რაღაცა ძალიან უნიშნულო პატარა ნიუანსი არის მაგრამ რაღაც თავისებური პლუსი ეგეც არის თავისი კი ბატონო კი ბატონო ეგეც არის გარდა ამისა ხა მოდი ესეთი ვარიანტი ვაჩვენოთ მაყურებელს აი ეს ხო კი აი აქ აწერია ესეთი ვარიანტი E კვადრატს ეძახიან ხოლმე სინამდვილეში ეს არის იტალიელი მეიერაღის გამოგონება თუ წელი არ მეშლება სადღაც თუ არ ვწდები 1916 წელს გამოიგონა პირველად ეს არის პიროვნება რიველი ქვია ასეთი და სოფლიოში ცნობილია როგორც რიველის ღარები ესეთი ვარიანტი ძალიან უყვარდა ხოლმე სხვათა შორის საბჭოთა კავშირს ეგ სისტემის გამო ხო იმიტომ რომ კალაშნიკოვი გააკეთეს ეგ დახურდეს და კალაშნიკოვზე არა ცოტა სხვა რაღაცებზე უფრო იყო ხოლმე რა ეს ეს ვეტე და რაღაც მაგრაგვარი ეს ვეტე მანამ კი ბატონო ანუ ძაღლშიაც შეიძლება ნახოთ ხოლმე ვაზნა რომელსაც ეს ზოლები დაყვება ხოლმე რაღაც ვარიანტში რა ეს გაზების სისტემა არის ხო გოფრირებული თითქოს რაღაც მუხავოსგან არის ხოლმე გაკეთებული ეხლა სინამდვილეში არის გაკეთებული ეს სავაზნეში როდესაც შედის ვაზნა და ჯდება გასროლისას რა თქმა უნდა ვაზნა ყოველთვის იბერება ცოტათი მაგრამ გასროლის მერე რა თქმა უნდა ეს ცოტა ისე შეკუმშას აკეთებს და ამის მერე ვაკეთებთ ექსტრაქციას აქ არის პატარა ესეთი მამაძაღლობა გააკეთებული. აი მყელზე სადაც არის აი ეს ადგილი. სავაზნეში ჩაჭრილია 4 ცალი პატარა ღარი, რის გამოც გასროლის დროს გაზების გარკვეული ნაწილი აქ შემოდის, ეგრე ძრავს მიკრონულად, რა თქმა უნდა, მაგრამ მაინც ძრავს ბოლტისკენ. ბოლტს უკვე აღარ ჭირდება ამის ამოძღლეზვა, ამოგლიჯვა. ო, იმიტომ რომ ის არ მოხდა. კი, არის ბევრი ვაზნები არის ხოლმე მაღალი წნევის ან რაღაც, რომელსაც ძალიან ბევრთან მქონია ხოლმე, ძალიან ცნობილ ბრენდებზეც კი მოუგლეჯია ხოლმე, მაგალითად ექსტრაქტორის კბილი. ამაზე რაც გვისურვია, რა ვიცი, აი არა, ესე სისტემაზე ვერ მოგვიყვანს, იმიტომ რომ თვითონ გაზი გადადის, აი გამზადებული კი. ხო, გილზე, კი ბატონო. ეგ არის მაგარი. კიდევ ერთი პლუსი ასე ვთქვათ, რატო იყიდე. გარდა მაგის, ახლა სასხლეთს რო დაუბრუნო. ეს არც ერთ ესეთ სისტემაზე არ მინახია. პრაქტიკულად არა, ერთადერთი აი თუ რიველის სისტემა რაღაცა ძველ იარაღებში თუ არის და მეორე აი ეს მია ჩამორდი, აი ხა პილოტ ჩამორდი. ოღონდ რიველის სისტემა დაარქვეს E კვადრატი, E კვადრატი უფრო სწორად. ვიცი რატო? ნუ აი არ ვიცი, აი ალბათ იქაც რაღაც პატენტების ომი. ზუსტად ეს E კვადრატი, კი ბატონო. კი ბატონო, ეგეც არის. გარდა მაგისა, ხა რა შეიძლება ახსენოთ, ხო, სასხლეთზე ვამბობთ. სასხლეთი ქარხნულად მოყვება ძალიან, რა ვიცი, ხა ხო ისროლე შენც. რა შენ თვითონ როგორ ჩათვლიდი ხა? აი რო ვისო კიდევ ვიტყვი რა, არა. ჩემთვის ასიამოვნებო, იმიტომ რომ არანერის, აი როგორ სპორტული ერას ისვრი. ხო, აი პირდაპირ დაჭირე მოწყდა ეგრევე გავარდა. არ გჭირდება დამატებით რაღაც ხახუნს არ გძებ რაღაც. მოხაჩო არა, ან პროგნოზირებადაც ისვრი. თითი დავადე. არ გამივარდა, იმიტომ რომ ძალიან ზომბიერიც არ არის, მაგრამ როგორც კი გამოწე ეგრევე გაისვა. ეგრევე ხო, აი დამატებითი ზედმეტი. აი თითზე დაგაჭდაო, რო იტყვენ ზუსტად ეგეთი სიტუაცია. ზუსტად აი ვარიანტი არის. ესეც რა თქმა უნდა პლუსი. საერთო ჯამში აი ყველაფერს რასაც თვლი ცოტა და ბოლოს იმდენი რაღაცა გამოდის, რომ ეს ყველაფერი რო იყიდო, უფრო და უფრო ძვირი სიამოვნება გამოდის. ჯერ იყიდო ერთი და მე ახლა უნდა ერკვეულდე რა რომ რა იყიდო. გაკულტივად კი. ეხლა მოდი რადგანაც ეს ცოტა უფრო მყარად გვაქვს ასე თქვა, იოლად ასე თქვა. ახლა შეგინდა რა ვნახოთ. გავხსნათ ესეთ ვარიანტში და ვნახოთ შეგინდა რა ხდება. ეხლა აქ რო ავიღოთ ესეთ ვარიანტი, თუ დააკვირდებთ, აი აქ არის ორი ცალი პატარა ნეილონის ვინტი. ეს ორი ნეილონის ვინტი გაძლევს იქით-აქეთ ამ მხარეს ზუსტად ამოარეგულირებდა და ამოწია იმისათვის რომ როდესაც ეს ჩაждდება და ჩაიკეტება, აფერი და ლოვერი ზუსტად დაждდება ერთმანეთს და აღარ გიქნება იქით-აქეთ გადაქანების და ყანყალის ფუნქცია. ეგეც ახლა იარაღს ფას უმატებს რა, ვითომ არაფერი რაღაცა. სათამაშო რაღაცა ფუნქციონალია, მაგრამ ამის ალტერნატივად შეიძლება სხვა რაღაცა იყიდო, ხო, ჩვეულებრივ ვარიანტში, როდესაც იყიდება ხოლმე ის რაღაც პოლიურეტანის რაღაც ჩასასმელი თითი. ხო, მაშინ შენ უნდა იჩაჩო, კი ბატონო რა. აქ პირდაპირ მოგყვება. მაინც აგიждდება.
ანუ იმათაც ნაფიქრი აქვს რა ვინც ხო, ახლა ვინც იცოდა ფიზიკურად უკვე იცის. ან მოგწევს ია ვარიანტს და ეგ არ ეხება. ეხლა რო გადავიდეთ კიდე ერთი საიდუმლო ვარიანტი ამას რაც აქვს, ეს არის თვითონ ეს Bolt კარიერი. აქ ფერით როგორც ხედავთ რაღაც განსხვავებული ფერის არის, ну ეს რა თქმა უნდა თავისი გრავირება აქვს. სხვა შენადნობია. კი, სხვა შენადნობია და თუ ამას დააკვირდები, აქ არ არის გაზის მილაკის შესასვლელი, აქ არის ესეთი პატარა პორტი, სადაც აი ეს ღერო რასაც ურტყავს ხერი, კი ბატონო. ну რა თქმა უნდა, აქ პატარა ის ნიუანსი არის, რომ მაგალითად ეხლა რა ვიღოთ, აი აქ როდესაც ურტყავს ხოლმე ეს ღერო, აი ოდნავ გადაქანების საერთო ღერძიდან გადახრის რაღაც მინიმალური, მაგრამ მაინც რაღაცა საერთო ჯამში არსებობს. რაც თქვათ აი გაზ სისტემაში, როდესაც გაზი პირდაპირ შემოდის ხოლმე კარიერში, აქ არ არის, იმიტომ რომ გაზი შემოდის, აქ ჩამოდის ქვემო და ამ ბოლტის სისტემას მე ხსნის და ერთ ღერძზე მუშაობს ყველაფერი. ამას აშავებს. ეხლა ნახე ვისროლე ამოვიღოთ თქვია. ეს თვითონ ეს ამოვიღოთ. კი, ეხლა ეგ ამოვიღოთ ბატონო. ეს იარაღი არ გაგვისროლია, ანუ დავჯექი მე ვისროლე მანამდე და არ გაგვიწმენდია. ხო, არ გაგვიწმენდია, ვისროლეთ. და ეს უნდა იყოს ეხლა უბედურად გაშავებული. ეს არის ნემსი. და ყველაფერი არის აი ესეთ დეტალით და მასალით დამზადებული, რომ ახლა სინამდვილეში ამას სულ არ ქონდეს პირობითად რაღაც აი გაჭირვება სიტუაციაში მოხდა და დაზეთილი საერთოდ არ გაქვს. ისეთი სრიალა ზედაპირია გაკეთებული, მაგრამ საერთოდ არ ჭირდება დაზეთვა. ну, რა თქმა უნდა, ხა იარაღს ყოველთვის ჭირდება დაზეთვა. ხო, მაგრამ პირობითად მოხდი რაღაც სიტუაციაში არ გაქვს. ეს ნემსი ამოვიღეთ და ეხლა რა თქმა უნდა ამოვაგდოთ კიდე ერთი საიდუმლო ნემსი, რომელიც მაგაზე, მაგრამ აი ნახეთ რა, ვინც იცით ემოთი. ეხლა ნახეთ კარიერთან შეხება მაგალითად. ეხლა მიუხედავად იმისა, რომ აქ გაზი არ შემოდის ხოლმე, აქ მაინც გაზის რგოლები მაინც აქვს იგივე პრინციპი შენარჩუნებული. მაგრამ აი ეს კამპინი, რომელიც ძირითადად ყველას აქვს ხოლმე ოთხკუთხედი ფორმის, ხო? გემსარაშიც გადის. რაც იჭერს. და რაც იდეაში ამას აიძულებს იტრიალოს ხოლმე, ხო, იქით აქ. ხო. ოთხკუთხედი ფორმის გადის ხოლმე. აპერში რაც დადის, აპერს ეხახუნება და ადრე თუ გვიან იმას სპობს. აქ კიდე მოიგონეს, რომ ეს ყველაფერი არის საკისარზე გაკეთებული. კიდე ზედმეტი ფასია ეგა, ხო, მაგრამ სამაგერად მაგარია. კი, სამაგერად კაი რაღაც არის, კაი გამოსავლე. რამდენადაც ეწევს მაინც კი რომერ ვარიანტი მაინც არის ახლა ჭუჭყიანი ის. არა, ხო, ნუ ეხლა მაინც რაღაცას აკეთეს, მაგრამ ეს რაც ჩვენ ვისროლეთ, ხელი რომ მოგვეკიდეს, სულ გადავშავდებოდით. აი ეს არის ძალიან მაგარი რა. ანუ აი ყველაფერი ესეთი წვრილმანი ნაფიქრალი ინჟინერია არის, რომელიც მე საერთო ჯამში გაძლევს აი პლუსებს, რომ არა, ზოგს ის რა გონია, რომ შტერები არიან, ესე რა თუ გააკეთეს. ესე შეუძლია. დავისროლო ერთი ვაზდა. ვისროლე. უმეტესწილად როდესაც ამოწებენ ხოლმე დადედა არ უნდა ჩავარდეს. ხა ქარი გვიშლის ხელს, მაგრამ აი გას. პრობლემა არა აქვს. ჩაწევაზეც გარკვეული ძალა ჭირდება, იმიტომ რომ თავის ხაფუნის კოეფიციენტი აქვს. ის გაზ რინგებიც ასე თქვა ნორმალურად მუშაობს, თუმცა პირდაპირ დატვირთვა არ აქვს, რადგანაც გაზი ამასი შიგნით არსებობს. სხვა შენადნობია. შენადნობი სხვა არის, კი, ეს თავისებური რაღაცა. ანუ იარაღის ფას განსაზღვრავს შეუძლიათ გააკეთონ იდეალური იარაღი, მაგრამ თუ ეღირება და 15, 12, კიდაც 10,000, 8,000 უკვე ფასებს ურტყავს რა და რა თქმა უნდა, ყველაფერი ძირითადად მომხმარებლების კეთება უფრო იაფიანი, ბიუჯეტიანი და შვეიცარიელებს შეუძლიათ ეს იყიდონ ამერიკელებს ვარღან ჩვენთან ასე ნაკლებად არ 15-ში რომ მოდი 8,000 გადავიხადოთ და მთლად ისეთი რაღაც არ იყოს მაგრამ ებრაელმა ისაო რა ქვია ძვირი მიჩა და იაფი დაუჯდა უზუსტად ეგ პრინციპი მუშაობს აქა რა ნუ აი შეიძლება გარკვეულად იმიტომ იყიდით თუ ახლა ფული მთლიანად რაღაც კი ბატონო შეგიძლიათ ესეთი რაღაცები მერე დაამატოთ მაგრამ შეგიძლიათ პირდაპირ იყიდოთ. ამ შემთხვევაში არის პირდაპირ გაწკეპილი იარაღი, რომელიც არაფერს ეგეთ რაღაცებს არ მოითხოვს რა. ხო, ნუ აი დამატებით თანხები არ უნდა დახარჯო, რაღაცა რაც გინდა და ყველაფერი ფუნქციონალი გაქვს. მაქსიმალ ტუნინგის ეგრეთ წოდებული გამოპრანჭა რაც გინდა გააკეთე, უკვე წინასწარ უკვე ყველაფერი გაქვს, არაფერში დამატებით თანხა აღარ აქვს. კი ბატონო, თუ რაღაცა კიდე მთლად ის არ მოინდომე რა ადამიანმა რა. ძალიან მაგარია იარაღი, მოდი ახლა ვისროლოთ სამი ცალი. სამწვიას ვისვრი. და ჩემ შეგრძნებებს გეტყვით რა თვითონ როგორია სროლის დროს. მოდი ამაზე ვილაპარაკოთ. თუმცა ხო აქ ბაფერზეც აქვს ამას თავისებური პლუსები. აქ სპეციალური განსხვავება რა აქვს? განსხვავება, ნუ ეხა ეს წონა და რაღაცა განსაკუთრებული არაფერი არ არის, უბრალოდ აი აქ არის ზედაპირი გამაგრებული სპეციალურად, რის გამოც შესაბამისად ეს ნაკლებად ცდება და გარდა მაგისა არის გაკეთებული ისეთი ვარიანტი, რომ აქ შესასვლელად სპეციალურად ისე აქვს ამოთვლილი ბუდე, რომ როდესაც კარიერი შედის, ამას არ უწევს ასე თქვა დარტყმა და ცვეთა. პირდაპირ არის მიმჯდარი რა. მილაკში ეგრევე და შესაბამისად და პირდაპირ აწვება. ხო, და შესაბამისად ცვეთაც არ აქვს კიდე მაგას. აბარა მირკმის დროს ეს წვრილმანი რაღაცებია საბოლოო ჯამში გათვალისწინებული, რომ ეს უვიძახი რა ეშმაკები იმალება წვრილმან ისა
რა უნდა მაგრამ ეს უნდა წავიდეს ჩასულია მოვიდა ეს რაღაც ბოლტი ვანო გამო ეხლა არ მოკარტყა კარგი ეხლა გავიწევი თორე უკვე ყველაფერს წნევასაც მომარტყავს და გილზესაც მე მომაყრის უკვე აი სამწარკვიაზე მოკლედ იარაღიანი გამოწკეპილი 60-ას ვისვრი და ნახეთ მე რა მომწონს ეხლა მოდი ესე ვილაპარაკოთ პიკატინის თამასა ორი მხარეს უყენია გვერდებზე არ უყენია მაგრამ ჭრილები აქვს სადაც შეიძლება რომ პიკატინის თამასა დააყენოთ ემლოკები აქვს ხო ნუ რავი რაღაცა იმებში არ შევდივარ რა ქვია ტარი შეიძლება მას ქონდა კაუჩუკის მაგრამ კაუჩუკის არა ცოტა სრიალებს და ნახეთ ამას როგორი რაღაცა აქვს კავი თითქმის სწორია გადაღუნული კავი არ არის მოდი ახლა ამაზე ვილაპარაკოთ აი ეს რა ფუნქციას ასრულებს აი ეს წინო ღილაკი აქვს ეს არის ძალიან იშვიათი რაღაც ეს ძალიან ბევრს არ აქვს ხოლმე ძალიან მოკლედ თითქმის არავის არ აქვს აი ეს მეც აი გამოფენებზე რო დავდივარ ხოლმე პრაქტიკულად ყველა მწარმოებელს მაგით ვერთობი ხოლმე აბლოჩუნი მანო რა აი კავი სადაც არის გამოსაწევი აი აქ არის ეგეთი კლავიშა პატარა კლავიში ბერკეტი ეხლა ის გამოიყენება ხოლმე ესეთ ვარიანტი რო ავიღოთ ეხლა ნებისმიერი AR-15 უბრალოდ თუ გადავტენით და ხელს გავუშვებთ ყოველთვის ბოლტი წინ მიდის ხოლმე ხოლო ავტომატური გასროლის დროს რა თქმა უნდა თუ მჭიდი გვიკეთია ამ შემთხვევაში ის უკანა პოზიციაში დგება თუ მჭიდი არა გვაქვს და გვინდა რაღაცა მიზეზით რომ უბრალოდ უკანა პოზიციაში გავაჩეროთ რომ დარჩეს ამ შემთხვევაში უბრალოდ აი კლავიშას ვაჭერთ აი ეს გამომწია მაინც განახე შეასრულა პრაქტიკულად მჭიდის ფუნქცია და აბატონო ეხლა იმას შევწევ და ბოლტი დარჩა უკანა პოზიციაში ნახეთ ამას რომ მიაწვა უყურე ჭხირი აი ეს ფუნქციას ასრულებს ამას რომ აწვევით გადატენ მდგომარეობაში პირდაპირ მიაქვს ლულაში იმაში რა ქვია აი ბოდიში ჩაგერთები და ერთ რაღაც საუნდშია ძალიან ბევრმა იცის ხოლმე მაგალითად რომ AR-15-ზე არის ხოლმე ესეთი კლასიკური მჭიდის ჩადება ხო მაგალითად აი აიღო ჩადო და ძალიან ხშირად არის ხოლმე რომ ეს მჭიდი ბოლომდე არ მიდის ხოლმე და ამიტომაც მიღებული პრაქტიკაა ეს გაკეთე ამას აკეთებ რატო სინამდვილეში რომ როდესაც მჭიდში გილაგია ვაზნები ხო ეს ვაზნები სინამდვილეში როდესაც ხო ჩადებ აწევა ბოლტს და ბოლტთან შეხების დროს ეს ცოტათი უნდა ჩაიწიოს რომ იმისათვის რომ კარგად თავის ადგილზე მიწვის დროს ამით კი ბატონო ჯდება მეც ეგრე ვაკეთე მიჩეული ამ შემთხვევაში როდესაც ეს ბოლტი უკანა პოზიციაში გაქვს ხელს არაფერს არ გიშლის უბრალოდ აიღე აი რამდენი წვრილმანი რაღაცა უგნიშნებ ხო სათამაშო მაგრამ საერთო ჯამში სიამოვნებაა ჩაჯდა იმასავით რა ქვია მაგარია რა მოდი ეხლა მჭიდზე ვილაპარაკოთ მაინც ამ მჭიდი ამოიღო ნუ ამ მოდელს შეიძლება დაეწონოს მარტო ორი რაღაცა ეს არის აი ეს კონდახი რაც მოყვება არაფერი დასაწუნი არ არის დამიჯერე აი MFT კომპანიის და მჭიდი მოყვება ქარხნულად MFT კომპანიის რომელიც ზოგიერთს არ მოსწონს ხოლმე დანარჩენი მოდი ესე ვილაპარაკოთ ამაში სხვა მჭიდი მიდის ნებისმიერ ჩვეულებრივი ეხა მაგალითად ამ კალიბრზე რაც მჭიდია ჩვეულებრივი ყველა ეხა ამ წუთას გვიჭერია ჩვეულებრივი მაგპულის მჭიდი 10 ვაზნიანი ჩვეულებრივად მიდის ყველაფერს ადინიერად მჭიდები ეხა თომი არ არის ხო ეხლა 30-იანი და რაღაც 70-იანი მჭიდი არის მოდი სამიცალი გავაკეთოთ ორივე თვალი მიოთხონდეს ოღონდ თვალები არის დაძაბული სხვადასხვა ვისრი უმისამართოთ მოდი ესე ვთქვათ იმიტომ რომ სამიზნე წინ არ არის და აზრით არ აქვს ეხლა გავარტყი არ გავარტყი ესეთი იარაღს როცა უყენია ოპტიკა ძალიან რთულია რომ არაფერს არ გაარტყა რა აი ძალიან ცუდი რა ანუ ხო რა ახლა მარალა გავარტყი როგორი ტალღაში მოვიდა მეორეც გავარტყი მესამე ავოსტი სოლარი ბულკივით ერთადერთი ის აქვს რომ აი ეს რო უყენია წინ ლულის მუხრუჭი ყურში არ ტყავს უკან რა გაზი უკან მოაქვს რომ დაასტაბილოს იარაღი და მაგარი ხმა ქონდა იქ ვანო აჩვენე მაგი დაიდო და რაღაცა სხვადასხვა თვალია
ენერგეტიკული სასმელის ბოთლიდო ქილა 2 გავარტყი 1 ავასწინე. ანუ იარაღი მაგარია ძალიან. კარგად არის მოფიქრებული 2 ისა აქ რა ქვია ჩემგან შენიშვნა იქნება 2 თუ ამას იყიდეთ არის მძიმე ანუ ჩაულებრივი R15 რაც იყიდება ჰეკლეროხები და რაღაცები იმაზე მძიმეა ანუ ხელში რო გიჭირავთ პირდაპირ იზომა რომ მძიმე იარაღია რა აი კალაშნიკოვზე მძიმეა ერთი ეგ აქვს და მეორე ფასი დანარჩენი ყველაფერი აქვს იდეალური ეს წონაც იმიტომ მაქვს რომ აი ესეთი რაღაცეები აქ დაყენებული რა რომ თქვათ აი აქ სიმძიმე აქვს როცა შეიძლება გაზი წამოსულიყო მილში აქვე გუში უყენია და რაღაცეები არის ყველა R15-თან განსხვავებული მოდი ხან ჭიც გავუკეთებ რომ მორჩები სულ დასხელტეთ იარაღი და ჭირი ჯობი არ გავუკეთებ პატარა მჭიდი უკეთება ესეთი შესახედავად არის აი ესეთი რაღაცა ძალიან სასიამოვნო სასროლია დადარჩენი არის კლასიკური M4 მაგრამ R15 მაგრამ არის როგორ გითხრა გადაპრანჭული კი არა გადაპრანჭული არის სხვადასხვა ძალიან სასიამოვნო დეტალებით რომელიც ზუსტად ხელს გიწყობთ და ჭეშმარიტად შეიძლება ითქვას რომ აი ეს სისტემებში ეს არის სნაიპერის ტოპი თუ ამაზე წავიდა ლაპარაკი რომ ესეთი იარაღი მიზანში სროლაზე ეს არის იდეალური კიდევ ერთხელ გიტყვი აწერია რომ არიზონაში დამზადებული რა ისინი არიან ნაგლები ამერიკული იარაღია ამ იარაღის განხილვას მორჩით რავი თუ გაინტერესებთ მე პატრონი არის იარაღზე ძალიან ახლოს ადამიანმა რომელსაც ეს იყიდა ზუსტად შეგნებული ჰქონდა რატო იყიდა და რისთვის იყიდა და რა ფუნქციონალი გააჩნია ზოგი იყიდულობს აზიარა რა ხან ძვირი აყიდულობს და მე იმის ნახევარს ვერ იყენებს ჩემი არ იყოს 20 მობილურს აყიდულობ ნახევარს აზიარა თურმერები შეუძლია მობილური კიდე სხვა რაღაცა იარაღი არის ესეთი რაღაც ხო და კიდე სურვილი მექნებოდა რომ აი ეს ტარი რაღაცა დარეზინებული ყოფილიყო რა გაყინულ ხელზე ნაღდი ვიცე რომ ეს ისრიალებს რა კარგად ვერ იმუშავა კი ჯდება ხელი მაგრამ აი ცოტა მაგრამ ამის გამოცვლა შეიძლება ამით ამ იარაღის განხილვა დავამთავროთ ო კიდე გეტყვით რომ აი ესეთი დანა მაქვს არსებობს ეგეთი საოჯო პლატფორმა რომელიც ჩვენ გავაკეთეთ ქვია IRBAS-G იარაღის ბაზარი G თუ გაყიდვა გინდათ რამე აქსესუარების იარაღის ცივი იარაღის ეს იარაღიც იქადებს ეს დანა შეგიძლიათ დადოს სულეთ უფასოდ თუ რამის ყიდვა გინდა და გაინტერესებს შეგიძლიათ შემოვბრძანდეთ იმ IRBAS-G-ზე აი ეგ ზემოთ აწერია და სასროლი ნივთი იყიდოთ თუ იქ მოძებნით რა ამით გამოგებშვით კარგად ბრძანდებოდეთ შემდეგ ვიდეომდე